და ჩვენ ძმას ილიას აქვს დამოწმება. ქრისტე ჩვენი უფალი ცოცხალი არის. ის ცვლის ადამიანების გულებს და ადამიანის ცხოვრებას და სწორედ აი ამის შესახებ უნდა რომ დაამოწმოს, განადიდოს ამ დამოწმებით უფალი იესო ქრისტე. თავი შემდეგი მას მოусმინოთ. ყველას მოგესალმებით. Доброе утро, Дух Святой. დილა მშვიდობისა სულოწმინდა. Меня зовут Илья, мне 47 лет. მე მქვია ილია, ვარ 47 წლის. Я являюсь сыном великого царя. მე ვარ დიდებული მეფის ძე. И знаете, мне очень нравится, когда я называю себя сыном великого царя. მე ძალიან მომწონს, როდესაც საკუთარ თავს უწოდებ დიდებული მეფის ძეს. Если он меня усыновил, თუ მან მიშვილა, значит, соответственно, я являюсь его сыном. ესე იგი მე მისი შვილი ვარ. Это высшая форма благословения. ეს არის კურთხევის უმაღლესი ფორმა. Сегодня была замечательная проповедь о слове, о логосе. ეს ძალიან კარგი სიტყვა იყო, სიტყვაზე, ლოგოსზე. Мне вспомнился один момент из Слова Божьего. ერთი მომენტი გამახსენდა ღვთისწერილიდან, Когда у сотника была проблема в доме, там раб его заболел. როდესაც ასის თავს, როდესაც დაავადდა ასის თავის მონა, Он попросил Иисуса, чтобы он исцелил его. და მან სთხოვა იესოს, რომ განეკურნა იგი. Но он сказал удивительные вещи, которые вошли в мое сердце. და მან საოცარი სიტყვები თქვა, რომელიც ღრმად შეეხო ჩემს გულს. Я не достоин, чтобы ты ко мне пришел. მე არა ვარ ღირსი, რომ შემოხვიდე ჩემს სახლში, Но по слову твоему მაგრამ შენი სიტყვის მიხედვით пусть он исцелится. განიკურნოს იგი. Это уникальнейший пример того, что слово оно действительно оживляет. ეს მართლაც უნიკალური მომენტია, როდესაც ღვთის სიტყვა ცოცხლდება. Оно оживило меня. და მან გამაცოცხლა მე. Перед вами я был наркоманом. თქვენს წინაშე იდგა ყოფილი ნარკომანი დგას. Я пил, употреблял наркотики. მე ვსვამდი, ღებულობდი ნარკოტიკულ საშუალებებს. 13 лет я уже знал, что такое мир, что такое женщина. В 17 лет я уже знал, что такие тяжелые наркотики. 13 წლის ასაკში უკვე ვიყავი ქვეყნიერებაზე. ყველა ცოდვა ვიგემე, 17 წლისამ უკვე ნარკოტიკების მიღება დავიწყე. Знаете, моя жизнь разделилась на до и на после. და ჩემი ცხოვრება გაიყო მანამდე და მას შემდეგ. Мне так нравился этот мир. მე ძალიან მომწონდა ქვეყნიერება. Я чувствовал себя вполне комфортно. ძალიან კარგად გრძნობდი თავს. Я совершил все грехи. ყველა ცოდვა მაქვს ჩადენილი. Единственное, я никого не убивал. ერთადერთი არავინ არ მომიკლავს, Но я воровал, მაგრამ ვიპარავდი, не уважал свои отца и мать, პატივს არ ვცემდი ჩემს დედმამას, ვიტყვებოდი, блудодействовал. მრუშობდი И все делал нечистое и плохое, что было противно и неприятно Богу. და ყველაფერს ვაკეთებდი ცუდს, რაც ღმერთს არ სიამოვნებს. Но, знаете, в моем случае, в моей семье появился один человек. მაგრამ ჩემს ცხოვრებაში, ჩემს ოჯახში შემოვიდა ერთი Это ადამიანი. мой отец. ეს მამა ჩემია. Ему было около 40 или 39 лет, когда он принял Христа в свою жизнь. ის იყო ალბათ 39-40 წლის, როდესაც მიიღო ქრისტე И он начал молиться за меня, და მან დაიწყო ჩემთვის ლოცვა. потому что он знал, что одно из лучших обетований რადგან მან იცოდა, რომ ერთ-ერთი ღმერთის აღთქმა спасешься ты, გადარჩები весь შენ дом твой. და მთელი შენი სახლი. И я благодарен ему за молитвы. და მე მადლიერი ვარ მისთვის ამ ლოცვების Я გამო. хотел попросить у него прощения за те вещи, которые я делал. მე მინდა რომ ვთხოვო პატიება მას იმ ყველაფრისთვის, რასაც ვაკეთებდი, Потому что я ему причинил очень боль.
რადგან ძლიერი ტკივილი მივაყენე Я მას. даже знаю, что он плакал. მე ვიცი რომ ის ტიროდა. Но он никогда не опускал свои руки и верил, что если Господь изменил его, он изменит и меня. მაგრამ არასოდეს ჩამოუშვია მას ხელები და ყოველთვის ჯერალდა, რომ თუ ის შეიცვალა, მე შევიცლებოდი. В 2003 году я принял свое сердце Христа. 2003 წელში მივიღე ქრისტე ჩემს გულში. Я начал анализировать жизнь, как человек, ну, кем он создан. Либо по теории Дарвина мы созданы от обезьян, либо Бог вдохнул в нас жизнь. და ჩავუკვირდი ზოგადად ცხოვრებას, როგორ შეიქმნა ადამიანი, მართლაც დარვინის თეორემის მიხედვით, რომ ადამიანიდან წამოვიდა თუ ღმერთის ქმნილება ის. Мне стало это интересно. ამან მე ძალიან დამაინტერესა. Я помню, как отец меня водил в городок, там тогда жил Варлам. მახსოვს ერთხელ მამამ წამიყვანა ვარლამთან, ის გარადოქში И ცხოვრობდა мы მაშინ. очень часто, Варлам общался со мной о Боге, говорил о Боге. და ვარლამი სულ ღმერთზე მისაუბრებოდა. И знаете, мне нравилось с ним общаться. მე მომწონდა მასთან Я ურთიერთობა, видел перед საუბარი. собой образованного, интеллигентного человека. მე ვხედავდი მასში განათლებულ, ინტელიგენტურ პიროვნებას. Мне нравилось, как он говорит слово. მომწონდა როგორ ლაპარაკობდა ის ღმერთის სიტყვაზე. Мне нравилось, как он говорил о Лютере, о Жане Кальвине, о великих реформаторах. მომწონდა როგორ ლაპარაკობდა რეფორმატორებზე, კალვინზე, ლუთერზე. И я уже тогда уже начал задумываться, неужели действительно есть Творец, და უკვე მაშინ დავიწყე ფიქრი, რომ ნუ თუ მართლაც არსებობს შემოქმედი, который создал словом. რომელმაც შექმნა ყველაფერი სიტყვით. В 2007 году я уже учился в библейском колледже. 2007 წელში უკვე ვსწავლობდი ბიბლიურ კოლეჯში И мне так нравилась эта жизнь, жизнь верующего человека. და უკვე მომწონდა მორწმუნე ადამიანის ცხოვრება. Мне нравилось что-то для Бога делать. მომწონდა რაღაცის კეთება Мне ღმერთისთვის. нравилось молиться на иных языках. მომწონდა ენებზე ლოცვა ზოგადად. Но знаете как, прошло около 3-4 лет, и дьявол украл все благословения. და გავიდა სულ რაღაც 3-4 წელი და ეშმაკმა მომპარა Я კურთხევები. опять вернулся в мир. და მე დავბრუნდი ქვეყნიერებაზე. Опять наркотики, выпивка, азартные игры. თავიდან დაიწყო ნარკოტიკები, თამაში Знаете, я еще больше погрузился в это. და უფრო მეტად ჩავიფალი ამ И ყველაფერში. с каждым днем все становилось сложнее и сложнее в моей жизни. და ყველა დღე ყველაფერი უფრო და უფრო ცუდად მიდიოდა. Я уже не видел, как мне выйти из этого состояния. უკვე ვეღარ ხვდებოდი როგორ გამოსულიყავი ამ მდგომარეობიდან. Были периоды, когда я более-менее себя нормально чувствовал, მქონდა პერიოდები, როდესაც მეტნაკლებად კარგად გრძნობდი но это თავს, все было временно. მაგრამ ეს ყველაფერი დროებით იყო. Опять же дьявол приходил, მოდიოდა ეშმაკი ისევ და ისევ, опять наркотики, ისევ ნარკოტიკები, опять обман, ложь, лицемерие, гордость. ისევ ტყუილი, სიამაყე. Знаете, я видел, как страдают мои родители, отец и мама. და ვხედავდი როგორ იტანჯებოდა ჩემი Но я დედა. ничего с собой не мог поделать, მაგრამ არაფერი შემეძლო ჩემი Потому что თავისთვის это уже- გამეკეთებია. потому что это уже было внутри меня. რადგან ეს ყველაფერი ჩემში იყო. В 2009 году я, просто 9 лет назад я переехал с России сюда жить. 9 წლის უკან გადმოვედი რუსეთიდან საცხოვრებლად აქ. Я думал, что я поменяю свою жизнь. ვიფიქრე რომ შევცვლიდი ჩემს ცხოვრებას. Думал, что, может быть, когда ты поменяешь город, что-то другое будет в твоей жизни. ვფიქრობდი რომ თუ ქალაქს და ადგილმდებარეობა შევიცვლიდი, Ну, მეც опять- შევიცვლებოდი. Но опять же в моей жизни появились наркотики. მაგრამ ისევ გამოჩნდა И все ნარკოტიკები самое плохое, что приближало меня к Богу. და ყველაფერი ცუდი გამოჩნდა ჩემს Знаете, ცხოვრებაში. церковь, есть такие вещи в моей жизни, которые я вам не могу сказать. და არის ჩემს ცხოვრებაში ისეთი რამ ისი მოყოლაც არ Мне შემიძლია. просто стыдно говорить. მე ძალიან მწხვენია. Но не стыдно говорить Богу. მაგრამ არ მწხვენია უფალს ვესაუბრო ამაზე. Вот сзади нас есть замечательный крест. Вот на том кресте он не осудил, он пошел на этот крест. ჩვენს უკან არის ჯვარი. Будучи унижен,
რომელზეც Когда ავიდა в него ქრისტე. плевали, он сказал, ის იყო что Илья, я დამცირებული, отдаю за მას тебя жизнь. Я не აკურთხებდნენ хочу тебя видеть в таком состоянии. და მან თქვა რომ მე არ მინდა რომ И я გიხილო შენ ამ забираю все плохое, что у მდგომარეობაში. тебя было, მე ავიღე и даю ყველაფერი тебе, ცუდი, и რაც даю შენში тебе იყო жизнь. და მოგეცი სიცოცხლე. А, Я приехал в Тбилиси. ჩამოვედი Наша თბილისიდან, церковь, извините, я, как-то забыл это сказать, передает вашей церкви привет, привет. თბილისის ეკლესიიდან მართლა Наша церковь, მოკითხვას გითვლიან. наша церковь называется «Воскресение». ჩვენს ეკლესიას ქვია აღდგომა. Она небольшая, мы около 15 лет. არ არის დიდი ეკლესია, მაგრამ Но არის 15 мы წლის верны в малом, и я верю, что Господь нас поставит над большим. და ჩვენ ცირეთში ერთგული ვართ და დარწმუნებული ვარ, რომ უფალი უფრო მეცე დაგვაყენებს. Я узнал, что там есть реабилитационный центр. მე გავიგე, რომ იქ იყო სარეაბილიტაციო ცენტრი, 1 год. 1 წელი. 1 год ты должен был посвятить свою жизнь Богу. 1 წელი უნდა მიმეწუნა უფლისთვის. Знаете, мне, когда я сделал этот шаг, როდესაც ეს ნაბიჯი გადავდგი, где-то за неделю, за 2 я был очень в тяжелом состоянии. 1-2 კვირის განმავლობაში ძალიან ცუდად ვიყავი. Я находился в Батуми ბათუმში ვიყავი и уже был на грани смерти. და სიკვდილის პირას ვიყავი Я მისული. принимал сильнодействующие препараты, ძალიან ძლიერ პრეპარატებს ხებულობდი. которым, можно так сказать, я уже хотел открыть дверь балкона и выброситься. და უკვე მზად ვიყავი, რომ გამეღო კარები და გადმოვხტარიყავი აივნიდან. Потому что я не видел свое будущее. რადგან ვერ ვხედავდი ჩემს მომავალს. Все разрушилось, все, от меня все отказались. ყველაფერი განადგურებული იყო, ყველა მოარი თქვა ჩემზე, Но не отказался один Бог. მაგრამ ღმერთს არ უთქვა ჩემზე И я უარი. благодарен Богу за Его чудесное спасение. და მე მადლიერი вар მისი Я ჩემი поехал, я დახსნისთვის. сделал этот шаг, который мне очень давался тяжело. მე ბოლოს და ბოლოს გადავდგი ეს ნაბიჯი, რომელიც Я რომელიც поехал, გადადგმა ძალიან я поехал на გამიჭირდა реабилитацию. და წავედი სარეაბილიტაციო ცენტრში. Когда я зашел в офис, როდესაც ოფისში когда შევედი мы общались с пастором, და როდესაც ურთიერთ ველაპარაკებოდი пастор პასტორს, сказал такую одну вещь. პასტორმა ასეთი რაღაც მითხრა. Если ты доверишь свою жизнь Богу, თუ შენ სიცოცხლეს ანდობ ღმერთს, если ты пройдешь все испытания, თუ შენ გაივლი ყველა გამოცდას, Бог благословит тебя. ღმერთი გაკურთხებს შენ. Да, тебе будет тяжело, нелегко. კი, შენ გაგიჭირდება. Я 24 дня вообще не спал. 24 დღე საერთოდ არ И მიძინია. я все время плакал. სულ ვტიროდი. Смогу ли я пройти или нет. გავივლიდი ამ ყველაფერს თუ ვერა. Но благодаря Духу Святому Утешителю, Он утешивал меня в трудные მაგრამ моменты. სული წმინდის მეშვეობით, რომელიც მუდამ ანუგეშებდა, Я прошел реабилитацию, გავიარე რეაბილიტაცია и я решил свою жизнь посвятить Богу. და გადავწყვიტე ჩემი ცხოვრება Сейчас მივუძღვნა я буду ღმერთს. поступать на теологический факультет, обучаться буду. ეხლა ვაპირებ რომ ჩავაბარო თეოლოგიურ უნივერსიტეტში. Знаете, церковь, я не вижу без Бога жизни. იცით ეკლესია ღმერთის გარეშე სიცოცხლე ვერ წარმომიდგენია. Остаток дней моих в Его самых лучших, надежных руках. ჩემი დარჩენილი ცხოვრება ყველაზე სანდო ხელებში არის. Я очень счастливый человек. მე ძალიან ბედნიერი Я ადამიანი ვარ. счастливый, что у меня есть замечательная семья. მე ბედნიერი ვარ რომ შესანიშნავი ოჯახი У მყავს. меня замечательный отец, брат, невестка, племянница. შესანიშნავი დედმამა, ძმა, რძალი მყავს. Да, შვილი. у нас много работы. ბევრი სამუშაო გვაქვს. Знаете, вот самое великое, какое призвание дает нам Бог. ყველაზე დიდ მოწოდებას გვაძლევს ღმერთი. Я всегда вспоминаю момент, когда Бог проходил Иисус. И ვიხსენებ იმ მომენტს, რასაც იესო видел, გადიოდა. как Петр что-то там вылавливает. და დაინახა იესომ, რომ პეტრე რაღაცას იჭერდა ბადით. Знаете, когда я читаю Слово Божие, я пытаюсь размышлять, что на тот момент думал, какие мысли были у Петра, чем он мотивировался, ловля эту рыбку.
როდესაც ვკითხულობ ბიბლიას, ვცდილობ წარმოვიდგინო, Он, თუ რას ფიქრობდა პეტრე იმ он მომენტში. даже и представить не мог, что станет один из великих апостолов. მაშინ პეტრე ვერ წარმოიდგენდა, რომ ერთ-ერთი უდიდესი Но сегодня მოციქული გახდებოდა. великое призвание, которое говорит нам Господь, Еще раз. призвание, которое говорит нам, призывает нас, როდესაც ღმერთი მოგვიწოდებს, это что мы станем ловцами душ человеческих. ეს არის მოწოდება, რომ გავხდეთ ადამიანის სულების დამჭერი. Сегодня Бог мне говорит: დღეს ღმერთი მეუბნება, Илья, ты пришел ко мне, ილია, შენ მოდი ჩემთან, ты нуждался. შენ გქონდა საჭიროება. Иисус стал моим лучшим другом. იესო ჩემი საუკეთესო Я тебя მეგობარია. научу, მე გასწავლი. я сделаю так, მე გავაკეთებ ისე, что когда ты будешь готов, რომ როდესაც შენ მზად იქნები, ты пойдешь другим же наркоманам и зависимым свидетельствовать о славе моей. შენ წახვალ უკვე სხვა ნარკომანებთან და დაუმოწმებ მას ჩემზე. Вы и так прекрасно знаете без меня, что сегодня, в 21 веке, что творится в Грузии. ჩემზე უკეთესად იცით, რომ ამ 21 საუკუნეში რა ხდება И когда я საქართველოში. вижу молодых, стоящих на программах метадоновых, ну, неважно, в зависимости, როდესაც ვუყურებ იმ ადამიანებს, ვინც ზიან ამ მეტადონის პროგრამაზე, მე ახალგაზრდები. ну, как бы жаль их, что они посвящены вот этому грязному, нечистому. და ძალიან მეწოდება ისინი, რადგან ისინი მიწუნილები არიან. И знаете, я ამ понимаю, как უწმინდურებას. по-человечески, что им тяжело, они, может быть, хотят, ну, знаете, мечта есть у наркомана, это как бросить наркотики, но он не может это ничего сделать. Только Бог ему это... ადამიანურად მესმის მათი, ვინაიდან ყველა ნარკომანის ოცნებაა, რომ მიატოვოს ნარკოტიკი, მაგრამ არ შეუძლია. Сегодня я хочу быть примером, დღეს მე მინდა რომ ვიყო я хочу მაგალითი. быть светом этому миру. მე მინდა რომ ვიყო სინათლე. Я хочу, чтобы, глядя на меня, მე მინდა რომ ჩემს შემხედვარე, чтобы они видели, что только Богу все возможно. რომ დაინახონ, რომ მარტო ღმერთს შეუძლია მათი დახსნა. Знаете, моя жизнь такая была несчастная, унылая, печальная, разочарованная. ჩემი ცხოვრება იყო ძალიან უბადრუკი, Без Бога. მოსაწყენი, Без Бога. ღმერთის გარეშე. Но сейчас я самый счастливый человек на земле. მაგრამ დღეს მე ყველაზე бедниერი ადამიანი ვარ Я рад, что დედამიწაზე. Господь меня усыновил. და ძალიან მიხარია რომ უფალმა Я მიშვილა. рад, что Царство Его на мне и во мне. და ძალიან მიხარია რომ მისი სამეფო არის ჩემში. Большое спасибо. Я тоже ценю ваше время. Сегодня воскресенье, но может кто-то хочет вернуться в свои дома, у кого-то дети, внуки, правнуки. Я благодарю вас за это внимание, которое вы послушали. Для меня это очень ценно. Но пусть это будет вам примером того, что бывший наркоман преодолел вот эти все сложности, которые были. Мне, правда, очень было тяжело. Я так благодарен Богу, что Он вдохнул меня в эту жизнь. Он образовал меня. Он приподнял меня и сказал: Илья, если ты будешь со мной, у тебя все получится. მადლობას გიხდით იმ დროისთვის, რომელიც გამოყავით ჩემთვის, ვინაიდან მე მესმის ადამიანურად ვაფასებ თქვენ დროს, რომ თქვენც ალბათ საქმეები გაქვთ, წასასვლელი ხართ, მაგრამ კიდევ მინდა ღმერთს მადლობა გადაუხადო და მინდა რომ დაინახოთ ჩემში და ვიყო თქვენთვისაც დამოწმება, რომ თუ როგორ შეცვალა ღმერთმა ჩემი ცხოვრება. Я благодарю вас, церковь, და მადლობას გიხდი ეკლესია за ваше внимание. თქვენი ყურადღებისთვის. God bless you. Пусть Господь благословит вас. და ღმერთმა გაკურთხოთ თქვენ. Добро вам.